მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მეტად მნიშვნელოვან საჭიროებო საკითხებზე მინდა რომ გესაუბროთ. დღეს არის ინფორმაციული ბრძოლა. უსამართლობის წინააღმდეგ გაუგებრობას თესავს ზუსტად უცოდინდრობა. ასეთი კითხვა არის დასმული ეკლესიაში. თუ ადამიანი სწოდავს, არის თუ არა მასში ქრისტე. ანუ თუ ვამბობთ რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, რა გვეტყობა? და თუ ვიძახით რომ ვართ, მაშინ სად არის ნიშანი? რა ნიშანი გვაქვს ჩვენ? მივიდევთ თუ არა ქრისტეს კვალს? იმიტომ რომ ქრისტიანი რო იყო, აუცილებლად უნდა გაყვე კვალს. და თუ არ შეიძლება და შეუძლებელი არის იესო ქრისტეს მაგალითზე სიარული, მაშინ მატყუარები ყოფილან მოციქულები, რომლებმაც დაგვიტოვეს მაგალითი ქრისტესი, რომ ვიაროთ უცოდველობის, უბიწობის და სიწმინდის გზით. მთელი ახალი აღთქმის წერილები მაგაზია, მაგრამ მართლმადიდებლები ნახე რას ამბობენ. თუ ქრისტიანი ცოდავს, ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტე მთლიანად ტოვებს მას, თუმცა ცოდვა შლის, ანუ ვარღვევს ზიარებას ქრისტესთან. იოანეს პირველი თავის მე-9 მუხლებში მოყავთ და ნახე რას იშველიებენ. თუ ვამბობთ, რომ არ გვაქვს ცოდვა, თავებს ვაცდუნებ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, ის ერთგულია და მართალი, რომ მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები და გავწმინდოს ყოველგვარი უსამართლობისაგან. ეს მიანიშნებს, რომ მორწმუნეც კი შეუძლია ცოდვის ჩადენა, მაგრამ აქვს მას გზა მონანიებისა და განწმენდის. ეს არის მეგობრებო დეზინფორმაცია. ესეთ რაღაცას ვინც ქადაგებს, აუცილებლად დაუპირისპირეთ, იმიტომ რომ პირველი იოანეს წერილის პირველი თავის მე-9 მუხლები არ მიეწერება უკვე ჭეშმარიტებაში და სინათლეში მოარულ ქრისტიანებს, რომ კლავინდებულად მათ აღსარება უნდა ჩააბარონ და ცოდვების პატიება უნდა ითხოვონ მღვდლისგან, ან საერთოდ რა წესი არის, საიდან შემოვიდა არ ვიცი. იოანე პირველი თავის მე-9 მუხლებში თავის პირველ წერილში წერს ებრაელებს და იწყებს საუბრას მათ მიმართ, ვისაც არ აქვს ურთიერთობა ეკლესიასთან და იესო ქრისტესთან. ხდები? ამიტომ იწვევს მათ და ეუბნება, რომ რაც ვისმინეთ და ვიხილეთ, იმას გავუწყებთ, რათა თქვენც ეზიაროთ ჩვენთან ერთად, ხოლო ჩვენ ვეზიარებით მამასა და მის ძეს იესო ქრისტეს. 1 იოანეს 1:3. ანუ ეს ხალხი არ იყო ქრისტიანი, ხდები? ვისაც მაგას მიმართავს, რომ თუ არ აღიარებთ ცოდვა არ აგვაქვს, მაშინ ცდებითო რა. შემდეგ მე-6 მუხლში კი ამბობს იგივე თავის. თუ ამბობთ მას ვეზიარებით და ბნელში კი დავდივართ, ცრუობთ და არ ვიქცევით ჭეშმარიტების თანახმად. ებრაელებს სწამდათ ღმერთის, მაგრამ უარყვეს ქრისტე. ღმერთი არის სინათლე, მაგრამ შესაძლებელია დარჩენ ნათელში ან ღმერთში, მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით. ამიტომ იოანე იწვევს მათ, რომ გქონდეთ ზიარება მამასთან და ძესთან. და მე-7 მუხლში მე ამბობს, მაგრამ თუ ჩვენ ბიბლიის სინათლეში, ესე იგი ცალად ქრისტეში, ისე როგორც ის არის ნათელში, მაშინ ჩვენ გვაქვს ზიარება ერთმანეთთან და იესო ქრისტეს, მისი ძის სისხლით წმენს ყოველგვარი ცოდვისგან. ანუ ქრისტეს სისხლით წმენს მათ, ვინც ქრისტესში, ანუ სინათლეშია, ხვდები? და მე-8 მუხლში იგივე თავის ამბობს, თუ ვიტყვით, რომ ცოდვა არ გვაქვს, ჩვენ თავს ვიტყვევთ და სიმართლე ჩვენში არ არის. კითხვა ჩდება ასეთი, ქრისტეში ამათ ცოდვა აქვს თუ სიბნელეში? როგორც ჩანს, ისინი ვინც შუქში არიან, ანუ სინათლეში არიან, განწმენდილია ყველა ცოდვისაგან. შეიძლება ამათზე ვინმე თქვას, რომ ცოდვა არა აქვთ? ცოდვა აქვთ? და თუ ეს ასეა, რომ ასეთ ადამიანებზე, ვინც ქრისტეს სინათლეშია, მაინც ამბობენ, რომ ცოდვილები არიან, მაშინ ქრისტეს სისხლი ვერ განწმენდა, ხომ? ანუ აბსურდია ესეთი რაღაც. მე-9 მუხლში კი ამბობს, თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის ანდო და მართალი მოგვიტევებს ცოდვებს და გამწმენს ყოველგვარი უსამართლობისაგან. ხა კითხვა ჩდება ასე, ვის ელაპარაკება მოციქულია მათ? ვინც ქრისტეშია მათ თუ იმათ, ვინც სიბნელეშია? ახლა მე ვაჩვენებ თუ რა იმალება იოანეს 2:12-ში. 1 იოანეს წერილით 2:12-ში. ამას წერთ შვილნო, ვინაიდან მისი სახელით მოგეტევათ ცოდვანი, აღსარებაზე არ ამბობს ამას. მისი სახელით მოგეტევათ ცოდვანი, როდესაც შევიდეთ სინათლეში, უკვე ჩვენ ავტომატურად გავიწმინდეთ, ანუ ჩვენში ცოდვის ჩადენის სურვილიც კი მოისპო. ახლა როცა ის ღვთისშვილებს მიმართავს, მისი სახელით დაგავიცდათ? გარდა ამისა, იოანე კვლავ წერს ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ მორწმუნეებთან, მაგრამ არ იყვნენ სინათლეში, ანუ ისინი არ იყვნენ ქრისტეში.
მოციქული იოანე მეორე წერილი მეორე თავის 22-23-ში ამბობს: ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე. ისა ანტიქრისტე მამის და ძის უამყოფელი, ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ყავს, ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ყავს. ანუ ვინც იესო ქრისტეს მიიჩნევს იმად, რაც არ არის, და ანიჭებს უზენაესობის პატივს, ანუ ქრისტესაც კარგავს და მამასაც კარგავს. ვინც არ აღიარებს იესოს ქრისტედ, ანუ ცხებულად. კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ ებრაელებს წამდათ ღმერთის, მაგრამ როცა უარყვეს შვილი, ამით უარყვეს მამაც, რაც ნიშნავს, რომ ისინი რეალურად სიბნელეში იყვნენ. კიდევ უფრო ნათელი რომ გახდეს, მოვიყვან პირველი წერილის იოანესი მესამე თავის მეექვსე მოხს. არც ერთ მათგანს, ვინც კვიდროს მასში არ შეუწოდოს, არც ერთ შემწოდეს, არ უხილავს და არ შეუცვნია იგი. ეხლა როგორ განმარტავენ ამას მართლმადიდებელი კომენტატორები. ნებაყოფლობითი ცოდვა ჭეშმარიტად ქრისტეში მცხოვრები ადამიანი აღარ ირჩევს ცოდვას როგორც ცხოვრების წესს. შემთხვევითი ცოდვა სუსტი ბუნების გამო ქრისტიანს შეუძლია შეცდეს, მაგრამ ის მონანიებით დაუბრუნდება ღვთის მადლს. მაშადამე ქრისტიანს ცხოვრება ცოდვისაკენ მიდრეკილია. ქრისტიანის ცხოვრება ეს მიანიშნებს, რომ მას სჭირდება სულიერი განახლება და ხათათქცევა ღვთის მადლით. ქრისტე ყოველთვის მზად არის შეიწყალოს და განამტკიცოს ისინი, ვინც მას იწმენი და სინანულით მიმართავს. ნახავ იმ მოხწერას ამბობენ. ვინც ღვთისაგან არის შობელი, არ ცოდავს. ამას როგორ განმარტავენ? ნახეთ, მართლმადიდებლური სწავლებით ეს სიტყვები მიანიშნებს იმაზე, რომ ის, ვინც ჭეშმარიტად არის ღვთისგან შობელი, აღარ ცხოვრობს ცოდვის მონობაში. არ ცოდავს, არ ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი ფიზიკურად აღარ შეცდება. არამედ იმას, რომ ცოდვა აღარ არის მისი ცხოვრების ნორმა ან მიზანი. ეს არის სულიერი მდგომარეობა, როცა ადამიანი განთავისუფლებულია ცოდვის ძალისგან და ცხოვრობს ღვთის მადლში. არ შეუძლია შეცდოს, რატომ? ტექსტი ამბობს, რომ ღვთიური თესლი რჩება მასში. ეს თესლი არის სული წმინდის მადლი, რომელიც ადამიანს ცოდვის მონობისგან ათავისუფლებს. მადლით გაბრწყინებულ ადამიანს ნამდვილად არ შეუძლია ცოდვის ნებაყოფლობითი ჩადენა. რადგან ის ღვთის სიყვარულით მოქმედებს. თუმცა ადამიანს კვლავ აქვს თავისუფალება, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია მადლს მოწყდეს თუნდაც დროებით. ანუ ეს არ არის პასუხი. თუ ამბობენ ესენი, რომ პირველი იოანეს წერილის პირველი თავის მერვე მეცხრე მუხლე მიეწელება მორწმუნეებს, ისეთი თქოს სინათლეში მყოფებმა კვლავინდებურად უნდა აღიარონ, რომ ცოდავენ და აღიარებენ ცოდვებს, მაშინ რატომ ამბობს აქ მოციქული, რომ ყველა ვინც მასში მკვიდრობს, არ ცოდავს და ვინც ცოდავს, არ უნახავს და არც იცნობს მას. და კიდევ უფრო დამაჯერებელი, ღვთისგან შობელი არავის ცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი და არ შეუძლია ცოდოს, რადგან ღვთისგან არის შობელი. თუ კი იოანე ნათელში მყოფ მორწმუნეებზე წერდა ამას, მაშინ როგორ იძახის აქ, რომ ასეთი ადამიანები აღარ ცოდავენ? ახლა უნდა ვაღიაროთ, რომ იოანე აქ ეწინააღმდეგება თავის თავს. ან აღარ ახსოვს, რომ პირველ თავში წერდა, რომ თუ ქრისტეს მორწმუნეები არ აღიარებენ, რომ ცოდავენ, ისინი ღმერთს მატყუარად წარმოაჩენენ. ან უნდა ვაღიაროთ, რომ იოანე წერდა ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ ქრისტეს თანაზიარება, რომ ისინი ცოდვილები არიან და უნდა აღიარონ თავიანთი ცოდვა და გაიგონ ჭეშმარიტება, რათა სიბნელეზე არ დარჩნენ იესო ქრისტეს გარეშე. თუ აღიარებთ, რომ იოანე არ ეწინააღმდეგება თავის ნათქვამს, მაგრამ მაინც ამტკიცებთ, რომ პირველი იოანეს წერის პირველი თავის მერვე მეცხრე მუხლები მორწმუნეებისთვისაა და რომ ქრისტეს მორწმუნეები მაინც ცოდავენ და უნდა აღიარონ ეს აღსარებაში, მაშინ თქვენ ავათხარ, არ მინდოდა ამ ფრაზების ასე უხეშად დაწერა, მაგრამ სხვანაირად ასე სწრაფად ვერ გაიგებთ ვისთან და რასთან გაქვთ საქმე. ანუ რახან მადლში ხარ, ეს იმას ანიშნავს, რომ კვლავინდებურად შეცდევ, ხო ეს ინაობენ და ანუ კვლავინდებურად სინანულში განახდევ. ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ებრაელთა წერილის მე-6 თავთან. ნახე რა წერია მე-6 თავის მე-5 მუხლებში. ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც მიიღეს ზეციური ნიჭი და სული წმინდის მოზიარნი გახდნენ, იგემეს, ანუ ნახე, განათლებული, ვინც ნათელში შევიდა. იგემეს ღვთის სიტყვის სიკეთე და მომავალი საუკუნის ძალები და მერე დაეცნენ, ამის შემდეგ კვლავ განახდნენ მოსანანიებლად, რადგან ისინი ისევ ჯვარს აცვავენ, ძეხვისას და ლანძღავენ. ნუ მაგალითი მოყავს მე, ვინაიდან მიწა, რომელიც იწვევს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას, დაიძლება მწვანე სასარგებლო მათთვის, ვისთვისაც მუშავდება. იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას, ხოლო რომელიც იძლევა ეკას და კუროს თავს, უვარგისია და ამის დაწყებული მისი ბოლო დაწვა. ესენი მეგობრებო, ცოდვის წამახალისებლები არიან. არა უშავო, შენ ჩაიდინე ცოდვა, ქრისტე შენში იმას ანიშნავს, რომ შენ არ შეცდები და
ახლა კიდე რა მოყავთ ხოლმე? რომელთა მერვე თავის მეათე მოხსნებონები თუ ქრისტე თქვენშია სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული სიცოცხლე სიმართლისათვის და თქვენი ნაყოფი სიწმინდეა მეთქი რომ ვეუბნები, ხო? და აღარ არის ცოდვა. აღარ უნდა იხსენებოდეს თქვენ მოკვდავ სხეულებში პავლე ამბობს. ესენი ამბობენ, ეს ნიშნავს, რომ მე ქრისტიანის ცხოვრება გარდაიქმნება და ცოდვა აღარ არის მისი მთავარი მოტივატორი. მაგრამ ქრისტეს შენში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ფიზიკურად ან სულიერად ვეღარასოდეს შეცდება. ეს ნიშნავს, რომ ის მუდმივად იბრძვის ცოდვის წინააღმდეგ და ღვთის მადლით იმარჯვებს. ესე იგი, თუ ჩემში აღარ არის პოტენციური შემწოდება ისე, რომ მე აღარ ვიცი რა არის ცოდვა, როგორია ცოდვა, რომელ ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლაზეა საუბარი, თუ ჩემში აღარ არის სურვილი ბოროტების გაკეთების. ანუ რა არის თავისუფლება ცოდვისგან? მადლმა თუ მე გამათავისუფლა ქრისტეს მეშვეობით ცოდვის მარწუხებისგან, ეს იმას ანიშნავს, რომ მე კლავინდებურად ვებრძვი ჩემს ბუნებას, ანუ ჩემს თავს. ანუ სურვილი თუ აღარ არის ჩემში და აღარ ვიცი რა არის ცოდვა, რადგან ერთგზის განწყობით წარმოდგენა აღარ ექნებოდა რა არის ცოდვა, ებრაელების მეათე თავში ვწერია. მაშინ რომელი ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლაზეა საუბარი? ანუ თუ ჩემში არ არის სურვილი ცოდვის ჩადენის და ისე რომ აღარ ვიცი რა არის ცოდვა. და მეორე კიდე რაც არის აბსურდი, მეათე თავში არის რომ აღარ არსებობს სხვეპლი ცოდვათათვის. ნახეთ, ეს არის მეათე თავის 26-ე მოხია თუ არის ნახა მეცი. მე-18 მოხდა, სადაც ცოდვების მიტევება იქ აღარ არის საჭირო შესაძლებელი მათთვის. ვინაიდან თუ კვლავ ჩვენი ნებში ცოდვად მას მე რა ჭეშმარიტი შემეცნება მივიღეთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვისთვის. არამედ განკითხვის შემაწუნებელი მოლოდინა მოწინააღმდეგე და შთანთმისათვის გამზადებული აგიზგიზებული ცეცხლი. ხედავთ? თუ იმის მერე რაც მე მოვინათლე, თქვა გავიაზრე, ქრისტეში მოვინათლე, ქრისტეს შევიმოსე, უარი ვთქვი ცოდვის ჩადენაზე, შევუერთდი ქრისტეს, ხო? და ჩემში ცოდვის მონობა აღარ არის, ხო? ჩემს სხეულზე ცოდვის ბატონობა აღარ არის. მაშინ რას ნიშნავს, ანუ შესწორდე კლავინდებურად მოგეტევება? აქ ამბობს პავლე, რომ ვინაიდან თუ კვლავ ჩვენი ნებსით, ანუ ყოველი არის უნებლიე ცოდვაზე საუბარი. უნებლიე ცოდვით შეიძლება ადამიანს შეცდეს, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე მასია, არ ნიშნავს იმას, რომ არ შეცდება, ხო, ესე გადაგებენ. მართლმადიდებლები. ხო და ეხლა მე კითხვა მაქვს, ანუ მეათე თავის 26-ე მოხლე, ვიზე წერს პავლე მოციქული. ვინაიდან თუ კვლავ ჩვენი ნებსით ცოდვათ მას მე რა ჭეშმარიტების შემეცნება მივიღეთ, ანუ მოვინათლეთ. აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვების, ანუ აღარ რჩება ის სინანულისათვის განახლება, რომ როგორც ესენი ამბობენ, რომ მარადიულად ისევ მადლში ხარ, მადლით უნდა განახლდე და ებრძოლო ცოდვას. რომელ ცოდვას უნდა ვებრძოლო, როდესაც არ მოდგენა რა მაქვს, რა არის ცოდვა, ხო? ხო არის ეს ურთიერთსაპირისპირო რაღაცა. ან როდის იყო რაღაც აღიარებებით ის ცოდვა მე მეტევებ. აღიარება არ ნიშნავს იმას, რომ მე იგივეს აღარ გავიმეორებ. ცოდვის აღიარება იმას არ ნიშნავს, რომ მე მას აღარ ჩავუძე. საიდან მოაქვს ეს სწავლება, ვისატყუებენ, მე ჩემამდე არ მოდის რა. ან ახსარება საერთოდ რას ნიშნავს? აი, ყველაფერს საიდუმლო დაარქვეს, რაც არ არსებობს. საიდუმლოა, უგონებით ვერ ჩაძ, როგორ უნდა ჩავწვდე გონებით იმას, რაც არ არსებობს. თუნდაც ახსარების საიდუმლო, ნათლობის საიდუმლო, ზიარების საიდუმლო, ეს ყველაფერი ყალბია მეგობრო, არ არსებობს. სამების საიდუმლო კიდე ჩაუწვდომელიაო. ეს არის სიძდებელი, ანუ იმის იქით არ არსებობს ახსნა. სადაც ახსნა არ არსებობს, იქ არ არსებობს ჭეშმარიტება. იმიტომ ჭეშმარიტებას ყველაფერს აქვს ახსნა თავისი და აქვს საფუძველი. რაზეც არის ის დაფუძნებული. როგორც პეტრე ამბობს, ხო, თუ იმე თქვენს კითხავთ, რომ მოთმინებით და დიდი სიმშვიდით აუხსენეთ თქვენი ჭეშმარიტების ნუგეში, ხო, რაც არის ის დაფუძნებული თქვენი ჭეშმარიტება და თქვენი სწავლება, თქვენი მოძღვრება. რაზეა ეს დაფუძნებული? არაფერზე არ არსებობს ამ, არც სამების საიდუმლო არსებობს, არც ზიარების საიდუმლო არსებობს, არც ახსარების საიდუმლო არსებობს, არაფერი არ არსებობს, ნათლობის საიდუმლოც კი არ არსებობს. იმიტომ რომ ქრისტე ფარ დაახადა ყოველგვარ საიდუმლოებს და მისი მეტადvis გაცხადებულია. ესენი წმინდანობას უარყოფენ, ხვდები რა ხდება. 7 კითხვა ჩამოწერე, აი ვინც ცოდვის აქტივისტია, რომ გინდა თუ არა ქრისტიანებმა უნდა შევცოდოთ თუ რა, მაგათ წინააღმდეგ ჩამოწერე კითხვები და მიდევს Facebook-ზე და მე თუ იქნება საჭიროება ავხსნი ამათ პირადშიც, ვისაც მივწერე, ყველა გაჩუმდა, იმიტომ რომ შეუძლებელი არის სიტყვა ახსარება ყოფილიყო ცოდვების ჩამოთვლა. მაშინ ამ ლოგიკით გამოდის ქრისტეც ცოდვილი ყოფილა. იმიტომ რომ 1 ტიმოთეს 6:13-ში პავლე ამბობს, რომ ქრისტემაც აღიარა პირადეს წინაშე კეთილი ახსარება. და თუ ახსარება იგვიდება მხოლოდ და მხოლოდ ბაგით გამოთქმულ ცოდვების აღიარებაზე, მაშინ ქრისტე გამოდის ცოდვილი, ანუ ქრისტესაც რაღაცა უღიარებია ახსარება პირადეს წინაშე თურმე. თუ ახსარება ცოდვების აღიარება მოძღვართა, მაშინ რომელი ცოდვები აღიარება იესოს პირადეს წინაშე, ხო? კეთილი ახსარება აღიარაო.
მეორეც კი კეთილი ღვაწლით იღვაწე თუ ვიღვაწე და შევიტყვე საუკუნოს სიცოცხლე მაშინ რომელი აღსარება უნდა ვაღიარო მრავალი მოწმის წინაშე თან თუ კი აღსარება ცოდვების გასაიდუმლოებული ჩაბარებაა მოძღვართან. პირველი ტიმოთეს 6:12 ნახეთ, ხო? ესე იგი, თუ მე პოტენციური შემცოდნე ვარ, არაფერი მოხდარა ჩემში გარდაქმნა ახალკაცად ქრისტეში და ჩემი ძველი კაცი არ მოკვდა ქრისტესთან ერთად ჯვარზე, მაშინ რომელი ცოდვის ჩადენაზეა საუბარი, ანუ რომელი პოტენციური შემცოდნეს, ანუ რა აღსარებაზეა, რომელი ცოდვის აღიარებაზეა საუბარი. და ცოდვის აღიარება არ ნიშნავს იმას, რომ შენ გამოსწორე და იგი არ ჩაიდე. ხვდებით რა ხდება რამხელა ასენაა სწავლებაში. ვიზი ამბობს პავლე, ოდესღაც სიბნელე იყავი თუ ახლა კი სინათლე ხარ თუ ფალშიო. ეფესელების მეხუთე თავი რაზეა საერთოდ წაიკითხეთ აბა. არც შემცოდეს, არც კერპთ მსახურს, არც მრუშ, არც მაგინებას არ აქვს საუკუნო სიცოცხლე. არც წილი მემკვიდრეობა მამის ქრისტესა და მამის სამეფოში. სინათლეში მოარულეს შეუძლია კვლავ სიბნელის საქმეები აკეთოს, აი ეს კითხვები უნდა დასვეთქონ, რომ მე თუ უკვე მოვინათლე, ესე იგი მატყუებ, თუ მოვინათლე, მე აღარ ვარ პოტენციური შემცოდნე, ხო? ანუ ჩემში მადლის მეშვეობით კი არ ხდება ცოდვის მოკვდინება და მადლის მეშვეობით კი არ ვებრძვი ცოდვას, არამედ ჩემი სხეული ქრისტესთან ერთად მოვკალე უკვე. ცნობიერად მე უკვე აღარ ვიცი ცოდვა რა არის და მე აღარა ვარ ბრუტ მოქმედი. რომ ის კრამდებურად ის ძველი კაცის ფიქრებით ვიაზრონო. ჩემში ხო გარდაქმნა მოხდა, მე ხო შევუერთდი ქრისტეს, მე ხო ფიცი დავდე მადლობისას, შეუდგები ქრისტესა კათაქმნების რეუნება მოძღვარ ხო. შეუდგები დიახ, შეუდგები ქრისტესა ფუი ეშმაკს და რაღაც. ანუ შედგომა ქრისტესთვის ნიშნავს, რომ ზურგი აქციო ეშმაკისეულ საქმეებზე და ის ვინც კრამდებურად ცოდავს, ის შეუძლებელია იყოს ქრისტიანი. ან მონათლული. იმიტომ რომ მისი მონათლულობა მოუნათლეობად იქცევა. ის ირჩევს უკვე გააზრებულად ეშმაკის საქმეებს. ანუ თავის ფიცს არგოს, რაც ნათლობისას ქრისტესთან დადო. სწორად გამიგეთ რა. ასე ამბობს პავლე მოციქული, რომ ოდესღაც სიბნელე იყავით, ახლა კი სინათლე ხარ და თუ სინათლე ხარ, არ ნიშნავს იმას, რომ სიბნელეში დაბრუნდეთ. ეს ავტომატურად არ ნიშნავს ნებაყოფლობის უარყოფას. ანუ რომელ ნებაყოფლობაზეა საუბარი, როდესაც მე ჩემი ნებაყოფლობით ფიცი დავდე, ანუ ჩემი ნებაყოფლობით ღმერთი მაძლევს, მე ეს ფიცი დავარღვიო და დაუჭერი დამტოვოს და კვლავინდებურად შეწყალების იმედად ცოდვის მიმართ უშიშარი გამხადოს. ანუ ცოდვის ჩადენისკენ მაქეზებს არა უშავ ლევან წადიშენ. გაუპატიურე ვიღაცა კერხელობა ჩაიდინე, მე მოდი და აღსარებაში ნებისმიერ ამას მოგიტევებ. ხო, როცა პავლე ამბობს, რომ აღარ არსებობს სხვა მსხვერპლი ცოდებისთვის, ქრისტე შენთვის აღარ კვდება. კვლავინდებურად თუ ცოდები მოგიტევს, არამედ ჯავრი გედება უკვე. იმის მე რაც შეიცანი ჭეშმარიტება, უკვე მის ჯავრი გედება. სამუდამოდ ცეცხლი, ანუ გამზადებულია ურჩების ძეებზე, ხო, მაგრამ ქრისტე რომ მოდის, ვისთვის მოდის, რომ დასაჯოს ცოდვილები და მართლები გადაარჩინოს. ამიტომ ეშინიან მღვდლებს ქრისტეს გამოჩენა და განკალებენ, იმიტომ რომ ესენი პირიქით უარყოფენ. აღსარების საიდუმლოება პირდაპირ უარყოფს ქრისტეს გამომსყიდველ სისხლს, ანუ ესენი უხეშად გამობენ და აგინებენ მადლის სულს. ლანძღავენ ქრისტეს მადლს გამიგე. აი მაქსიმუმ აღსარება ზიარებებით, რაღაცა სისულელეებით. ქრისტეს არ უთქვია რომ ჩემი სისხლი და ხორცი ჭამე და ცოდები მოგიტევება. არასად არ წერია რომ ზიარებისას პასექისერობას იესო მოციქულები აზიერა, ვინმე ცოდვა მიეტევა. ეგეთი რაღაცა არ წერია, იმიტომ რომ პრაქტიკაში ისინი მაინც ცოდავდნენ, სანამ ქრისტეს ჯვარცმა არ მოხდა და მისი სისხლით არ მოხდა ცოდების გამოსყიდვა. მანამდე ყველა ცოდავდა. მას მერე უკვე პავლე ამბობს, რომ როგორც მოკვდა ჩემთან ერთად ქრისტესთან ერთად მე მოკვდი, ხო და ქრისტე მოკვდა ჩემს გამო და როდესაც ეს გავაცნობიერე, მე უკვე აღარ ვცხოვრობ ამ წუთისობაში, ანუ ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის. ანუ ქვეყანა ჩემთვის არაფრად აღარ ის სიამოვნებას აღარ მანიჭებს ცოდვის ჩადენა და თუ რაღაც არ მანიჭებს, მე იმისთვის მკვდარი ვარ, ანუ აღარ მაინტერესებს მე იმას აღარ ვიმეორებ. იგივე წუპეში აღარ მიღებს ცხოვრება. რატო უნდა გავიმეორო მე ისეთი რაღაცა, რის გამოც ვისჯებოდი, რის გამოც ჩემი ღირსება ილახებოდა, რის გამოც მე მაშორებდა მადლს ღმერთს, როცა მე გავიცანი რა არის ღმერთი და ღმერთში მყოფობა, მე საერთოდ აღარ მინდა იმ ცოდვაში დაბრუნება, უკან გახედვაც აღარ მინდა, საერთოდ აღარც მინდა ვიფიქრო იმაზე, რა ვიყავი წარსულში. არამედ ვიყურები წინ, სიამოვნებას ღმერთთან ურთიერთობა და ვერ გამიძვლია მის გარეშე, იმიტომ რომ მასთან ერთად ვეცვი ჯვარს. ანუ ქრისტე გაცოცხლდა ჩემში და რომ ცოცხლობს ქრისტე ჩემში, მე საქმეებით უნდა დავადასტურებ, თუ საქმეებით ვერ ვადასტურებ, მაშინ მე ქრისტიანი არა ვარ. თუ მე პოტენციური, კვლავ პოტენციური ცოდვის ჩამდენი ვარ და როგორც ესენი ავსიტყვაობენ, რომ იმას ანიშნავს, რომ ახლა მადლში ხარ, აღარ შეცოდავ და აღარ შეცდები. მაშინ ქრისტეს ვაყენებ შეურაცხყოფას, იმიტომ რომ ქრისტე მე მაგალითი მომცა, რომ უცოდველად გამლო ჩემი სიცოცხლის გზა. როგორც მოციქულები ამბობენ, ხო? რომ ისე მოიქეცეთ, როგორც წმინდებს შეშვენით. თუ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაშინ აღარ იტყოდა ამას, ხო? და თუ ჩვენ არ ვიცავთ ამას, ესე იგი ჩვენი შეგნებულად უარყოფთ უკვე ქრისტეს გამომსყიდველ სისხლს და ავტომატურად ხდებით ურჩობის ძეები, ანუ მადლის უამყოფელები გამოდგება. განახლება აღარ ხდება. განახლება სინანულისათვის აღარ ხდება, მეგობრებო, ის ცოდვა მარადიულად რჩება გაკითხვამდე.
განკითხვისას ის ყველაფერი რაც შენ ნათლობის შემდეგ ჩაიდინე, ყველაფერი მოგეკითხება. ამიტომ არიან ესენი სატანისტები, რომ ბავშვობაში ნათლავენ, ბავშვმა რა იცის ეშმაკი რა. რომ შემდგომ უკვე დიდი რო იდება და ამდენ რუშობა და წოდებს რო იდენს, ესენი ატყუებენ, რა ჩვენ მოგიტევებთ აღსარებაში და კი არა მოგიტევებთ აღსარებაში ყოველგვარი ნათქვამი სიტყვა მეორე მოსვლის დროს გაიშლება შენ წინაშე და ენა დადუმდებიან თვალები ქუთუთოებში ჩაურბება და ცოდვილებს. ხვდებით, ანუ ნამდვილი ნათლობის გააზრება ნიშნავს მოკვეთას ცოდვისგან, ცოდვილი ცხოვრებისგან. არა მარტო ის, რომ გაიხსენო რა ცოდვა ჩაიდინე და აღსარებაში აღიარო. არა, საერთოდ აღარ უნდა გახსოვდეს ის, იმდენად სუფთა უნდა იყოს შენ ქრისტეში. იმდენად უნდა განეიტრადე, ანუ როგორ გაიწმინდო რა ფილტრაცია ხდება შენს იმაში, რომ შენ უკვე პოტენციური შემწოდე აღარ ახარ, ხო? შენგან ადამიანი აღარ მოელის ცოდვის ჩადენას, ანუ ბოროტო მოქმედება შენგან აღარ მოელის. იმიტომ სურვილი აღარ არის. ქრისტე თუ ცხოვრობს იმ გულში, როგორ შეიძლება ბოროტებას უფევდეს, სადაც ქრისტე ცხოვრობს, ხო? როგორ შეიძლება ბოროტი ბილწი აზრი იყოს იმ ადამიანში, ვისშიც ქრისტე ცხოვრობს. ან აღიაროთ, რომ არ ხართ მონათლულები, ან აღიაროთ, რომ ხართ ქრისტიანები და აღარ ახართ პოტენციური შემწოდები. რა გავიგო ხომ მე თქვენ? მეუნებით ქრისტიანი ვარო და უკრავდებურად უნდა ვაღიარო ცოდები, კაცო? რომელიც ცოდვა უნდა აღიარო, ანუ შენ ქრისტეს აყვნო, ანუ ქრისტე შენთვის მაგალითი არ მოუწია, არაფერი არ გაუკეთებია შენთვის, რომ იმ გზაზე გევლო, იმ კვაზე გევლო, რა მაგალითიც მოგცა, ხო? გამოყავს ქრისტე შემწოდებას, ანუ ქრისტიანობას იბრალებ, დამოუკიდებლად პოტენციური გარეწარი ხარ. ეს არის რელიგიური თაღლითობა, მეტი არაფერი. არადა ეფესელების მე-5 თავი სულ ამაზეა. ნახე, რას ნიშნავს ნებაყოფლობით ცოდვა და კრავ განახლება სინანულად, როდესაც პირდაპირ წერია, აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის ანგარება, სიძვა და ყოველგვარ უწმინდურებაო. ისე იცხოვეთ, როგორც წმინდანებს შეშვენით ეფესელების მე-5 თავის მე-3 მოხდა. აღარ იხსენებოდეს, რას ნიშნავს, ანუ ჩვენ როდესაც ვიყავით ცოდვნიო, ცოდვის მონებიო, ხო არის, ანუ ცოდვა აღარ გეუფლებათ, ცოდვა აღარ იხსენებოდეს თქვენს მოკდავ სხეულებში. პავლე რაზეა საუბარი საერთოდ, ხო? ვის მიეწერს ამას ეკლესიას, ხო, ანუ ადამიანებს. ვის ეუნება ისე მოიგეცეთ, როგორც წმინდანებს შეშვენ. რას ნიშნავს აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის მსგავსი რამ? თუ კი ხელახლა ხდება განახლება სინანულად, მაშინ აღარ იტყოდა აღარ იხსენებოდეს. თუ კვლავინდებურად პოტენციური შემწოდე ხარ, იქ განწესებულია უკვე ეს ადამიანებს, რომ არა აქვთ მემკვიდრეობა ქრისტესა და მისი მამის სამეფოში. რომელ განახლებაზეა საუბარი? მაშინ რაც ქრისტე არ უნდა მოვიდეს მეორედ ცოდვილების დასაშერად. ამათი ლოგიკით ეგრეა, იმიტომ რომ ის ხო შემბრალებელია, ბუნჩულა რაღაცა. შეცოდა ვარაუშავაგე მამაოსთან წახვალ ფოსური ყოს იქ ყველაფერს მოგიტევებთ. გაუპატიურებასაც და პედოფილიასაც აპრავებს და ყველანაირ ცოდებს მოგიტევებთ. წადით ფოსურთან და მოგიტევებთ. ეს არის მეგობრებო რელიგიური ჰიპნოზი და შიზოფრენია. ავათ არიან ეს ადამიანები, ვინც აი ამ არც სამოციქულო მოძღვრებაში მსგავსი რაღაც არ არის, რომ ჩვენ ავტომატურად ისე უკვლავდებურად შემწოდეები ვართ. მაშინ ჩვენ ქრისტიანები აღარ ვართ. თავს ნუ მოვითხოვები. ის ვინც ქრისტეში არის, ახალკაცად არის შექმნილი, ანუ მას აღარ შეუძლია ცოდოს. იმიტომ კი არა რომ მადლი იცავს და აი ისა და ეს არის და ისე. თუ მადლი გიცავს და ქრისტეში ხარ, მით უმეტეს. როგორ ხარ პოტენციური შემწოდე? რატო უშვებ იმას რომ შეიძლება შეეცდე? ესე იგი მადლის უამყოფელი ხარ, ხო? ანუ იღებ მადლს და როგორც ესენი ამობენ მადლში ცხოვრებით კლავ ცოდვა შენში, ხო? ან არა და უარყოფ ამ მადლს და გადიხარ მადლის გარეშე. რას ქვია ხელახლა განახლება და ეთამაშებით ღმერთს თუ რა საწერია რომ კვლავინდებურად უნდა განახლდეს სინანულად და აღსარება ზიარებით უნდა მოგეცეს. რა სისულელეებს ქადაგებენ ესე. დამიდეთ მტკიცებულობა ახალი აღთქმიდან რომელი მოციქული ადასტურებს რომ თქვენ კვლავინდებურად უნდა შეცოდოთ და მოინანიოთ. არსად. არც ერთი მოციქული გარდა იაკობის მე-5 თავისა ისიც ეჭქვეშარის იაკობის წერილი რამდენად ეთანხმება პავლეს წერილებს. წინააღმდეგობაში მოდის. პავლე ამბობს არ წინა დაიჭიდოთ, ის ამბობს რომ თუ ჯულს არ ღვევთ ერთ მათგანს, წინათ დამღოვი ხარ. ესე იგი მე თუ არ წინა დავიჭიდო, ავტომატურად მე ჯულის დამღოვი და ქრისტესნების დამღოვი ვარ. იაკობის თქმით ეგრეა, იმიტომ რომ თუ წინა დაწვდას არ აკეთებ, მაშინ თლიანად არღვევ. ანუ თუ ამბობ რომ არ უმრუშობ, არ ვკლავ, მაგრამ იტყუები, თლიანად დამღოვი ხარ ჯულის. მრუშიც ახარ და მკვლელიც ახარ. არაფრით არ ასხვავებს და რა ვიცი, ხა ქრისტიანულ სწავლებაში მე ეგრე არის, ხო? საწერია რომ არც ერთი მოციქული არ იძახდა რომ უწოდელი. აბა უბიწოება რა არის? ქრისტიანობა უბიწოების დაცვა. უბიწო ცხოვრება არის და არა ყირაზე გადასვლა და ცოდვაში მანაობა. უბიწოება ზუსტად უწოდელობის დაცვა. ტერმინი უბიწოება უკვე ნიშნავს ანგელოზებრივ ცხოვრებას. უწოდელოდ ბიოდეო ხო ამბობს სამონებში დავითის. აბა ისე ქრისტეს კვაზე როგორი ვი თუ კი ქრისტეში სიმართლის მძებნებს კლავად ცოდვაში გიპოვის ღმერთი? იძახე რა ქრისტიანი ვარ, ქრისტეში დავდივარი რაღაც. და უწყვეტ ცოდვაში გიპოვა ღმერთმა. გამართლება სად არის? აღარ არის გამართლება, იმიტომ რომ შენ უკვე თაღლითო.
ატყუებს საკუთარ თავს. როგორც ქრისტიანს თუ უწოდებს საკუთარ თავს, ცოდვაში კი პოვა ღმერთმა და რომელ ქრისტიანობაზე დებ, ანუ შენ ქრისტეს ყველაზე დადიხარ და მოდროულად ქრისტეს აყენებს შეურაცხყოფას? რომ გინდა თქვა რომ ქრისტეს ოდესღაც ცოდვილი იყო და ცოდავდა ხორცილის სხეულში. მაშინ თქვი რომ მე ქრისტესთან არაფერი საერთო არ მაქვს. მე რო ცოდავ და ვიტყვები, მე ეშმაკის საქმეებს ვაკეთებ. და ქრისტესთან მე ჯერ არ გამიცნია, არ ვიცნობ ქრისტეს. ქრისტეს შეცნობა უკვე ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ცოდვის წინააღმდეგ გამოდიხარ, ანუ აღარ არის ცოდვის საცეცები თქვენს სხეულში. აღარ იხსენებოდეს, ხო ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულებში, ვეღარ გეუგლება ცოდვა, რადგანაც ჯულის ქვეშ არ ხარ და არავინ მადლიშ ქვეშ. ანუ იქ სადაც არ არის დანაშაული, იქ არც წესებია საჭირო და მითითება ის არ გააკეთო. ჩემში თუ აღარ არის სულ ცოდვის ჩადენის და მოკვდა ქრისტესთან ერთად, ძველი კაცი. მე აღარ უბრუნდები ძველი კაცისური ფიქრებით, აღარ ფიქრობ. თუ ფიქრობ და ის საცეცები ცოცხლდება ჩემში, ესე იგი მე ავტომატურად გავდივარ ქრისტეს მადლიდან და ავტომატურად ვხდები უამყოფელი ქრისტეს მადლის და ქრისტიანობის უამყოფელი. მაგიტო ვეუბნები ხოლმე მე ყველა ვინც მეკითხება ქრისტიანი ხარო და რაღაცაო, რა ვიცი, შენ თუ მე ქრისტიანს მიწოდებ, დიდი მადლი არის, მაგრამ მე შენში ქრისტეს ვერ ხედავ მეთქი. ანალოგიურად შენ თუ ჩემში რაღაცა ნაპერწკას მაინც ხედავ, დიდი მადლობელი ვიქნები. მე არ უწოდებ საკუთარ თავს ქრისტიანს. იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ არ მიყვარს ჩემი მტრები, ჩემი მოძულები, ჩემი მაგინებლები, მე არ ვლოცავ ჩემ მაგინებლებს, მე არ ვლოცვლობ ჩემ მტრებზე. პირიქით სუგულში შურიძეების გზნობა მაქვს, სულ რაღაცა მინდა რომ ვინმე დაისაჯოს იმ ცოდვის გამო, რაც ჩაიდინეთ ჩემ წინაშე. ქრისტე ასე არ ფიქრობდა და თუ ქრისტე ასე არ ფიქრობდა და მე ესე ვფიქრობ, საერთოდ ვერ პოულობ მე და ჩემს ქრისტეს შორის. ხდები, ანუ არ ვარ მე ქრისტიანი. და ამის აღიარება არ არის სირცხვილი. აღიაროთ თქვენ დავუწოდები რომ თქვენ ხართ რელიგიური თაღლითები. აი თან ესე ამ არც ერთი ქრისტიანი არ არის, ფრთიანი ანგელოზები ჩვენ არ ვართ ლევანი, ხარო არ შევცოდეთ. მაშინ არაფერი არ გაქვს საერთო ქრისტესთან. დიახაც ქრისტიანი ფრთიანი ანგელოზი კი არ არის, ანგელოზზე მაღლა დააღება. იმიტომ რომ ეს სხეული ქრისტემ აიყვანა ანგელოზებზე ქერუბიმებზე მაღლა დააღება და გვაქვს ჩვენ პატივი რომ მივმართოთ მას და გვაქვს ჩვენ რა ქვია მაგას სიქადული რომ ამით დავიქადოთ რომ ჩვენი სხეული მარიამისგან ნაშობი არის ზეცაში ზის და ქრისტე გვიშვა ჩვენს სულში ღვთისმშობელმა მარიამი, ხო? რატო ეწოდება ღვთისმშობელი, მაგალითად ატეხილები არიან. თუ პაულის თუ ფსალმუნებში მოხსენებულია ქრისტე ღმერთად, რა თქმა უნდა, ვინ გამოდის მარიამი, ხო? როგორც ზეციური ბუნების მშობელს არა, მაგრამ ღმერთის მშობელი იმ გაგებით კი არა, რომ ღმერთის შვა, არამედ გამოდის მიწიერი მშობელი, მაინც გამოდის. ღმერთის მშობელი გამოდის, არა იმ გაგებით რომ ღმერთს დედაყავს, არა, ღმერთის მშობელი გამოდის. ანუ 100 თუ ისი არის, ღვთისმშობლის დოგმატი არ იყო 431 წელს მიიღეს ეფესოს კრებაზე, მაგრამ რო დაუფიქრდე, ხო, მაინც ეგრე გამოდის, რა თუ დავითი უწოდებს ღმერთს და მრავალი ღმერთობა საშითა მიწაზე, მარიამის ღვთისმშობელი გამოდის. და ვინც ჩვენ შულებში შვა, ჩვენი დედებიც ასე მდგომარეობაში დააყენან. ჩვენი დედებიც ღვთისმშობლად აქციან, ღვთისმშობლის მსგავსები არიან ყველა ქალი, ვინც თავის შვილს ზრდის ქრისტეში. ერთადერთი ვინც იყო და ვინც გახსნა გზა ეს არის მარიამი. ამიტომ არის ყურანშიც წმინდა ქალად შერაცხული მარიამი, რომ ერთადერთი ქალია მთელი კაცობრიობის ისტორიაში, ვინც გახსნა ზეცაში გზა, ვინც ადამიანური ბუნება ღმერთთან შეერთებას დაეთანხმა, ყველაფერი ეს პროცესი მოხდა მის სხეულში. ხო, დავითის მუცისგან დავსვა ტახტზე, ხო? ეს კურთხევა და ეს ინასამეტყველება შესრულდა. დავითის მუცისგან რა თქმა უნდა, ხო, კაცი ვერ გააჩენდა ბავშვს. დავითში იგულისხმება მარიამი და მარიამის მუცეში იგულისხმება ის ნაყოფი, რომელიც აღთქმული იყო აბრაამისათვის, რომ მისი თესლით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი. აი ეს არის ჭეშმარიტება და ეს არის ქრისტიანული გაგება ცნობიერების. პავლე თავის წერილებში სამჯერ ახსენებს, რომ ოდესღაც ჩვენ ვიყავით ცოდვილები, მაგრამ ვიქენით შეწყალებული ვართ. ეს არის რომელთა მეხუთე თავის მერვე მუხლი. პირველი ტიმოთეს პირველი თავის მე-15 მუხლი. ვიქენი შეწყალებული არ ნიშნავს იმას, რომ კლავდებურად რჩები მეცოდვილი. და კოლოსელების მეორე თავის მე-11 მე-13 მუხლები. სულ წარსულში ამბობს, საუბრობს ვიქენი შეწყალებული. არ იძახის, რომ ახლაც ვარ პოტენციური შემცოდი, ანუ ცოდვილი. რადგან ცოდვილი ადამიანი არ იცნობს ღმერთს. როგორც ამბობს იოანე, ხო? ის ვინც კვლავ ცოდავს, არ შეუცნია ჯერ კიდევ ღმერთს. იმიტომ რომ ღმერთის შეცნობა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შენ აღარ ცოდავ, ანუ წყვეთ ცოდვის ჩადენას. ნებისმიერი ცოდვა მადლს გვაშორებს, ხოლო ვინც მადლს რჩება, თავს არიდებს ცოდვის ჩადენას. ანუ წყვეთ ცოდვის ჩადენას და ვინც ცოდვას აღარ ჩადის, მასზე აღარავინ იტყვის, რომ ის ცოდვილია. თუ წყვეთ ცოდვის ჩადენა და ერთხელ და სამუდამოდ შეუდგები ქრისტესა, შენზე არავინ აღარ იტყვის და თიც აღარავინ გაიშვებს, რომ აი ეს პოტენციური შემცოდია და ამ ცოდვაში ახსენებაში ცოდები უნდა აღიაროს. ქრისტიანობა არის გამარჯვება ცოდვაზე, როგორც ამბობს პავლე, რადგან თუ ხორცელად ცხოვრობთ სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ ხორცის საქმეებს, ცოცხალი იქნებით, რომლებიც ვის წამეთში. ეს ჯერადი აქტია, ხედავ, სულით მოაკვდინებთ ხორცის საქმეებს.
ანუ რა? აღარ ახარ პოტენციურად ცოდვის ჩამდენი. იმიტომ რომ შენ სულით აკვდინებ ამ ხორციელ საქმეებს. შესაძლებელი რომ არ ყოფილიყო ცოდვისგან დახსნა, იესო ხომ აღარ გვეტყოდა ჭეშმარიტად ძეს შეუძლია თქვენი გათავისუფლება ცოდვებისგან. ცოდვებისგან თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ კვლავინდებურად უნდა შესწოდო? თავისუფალი როცა ხარ რაღაცისგან, შენ ხო ავტომატურად იმას აღარ იხსნებ, აღარ უბრუნდები. აღარ გაქვს ის სული როგორც ეგვიპტიდან გამოსვლა, ხო? ხორცი რომ მოინდომის. ესეთ ადამიანებზე ხო არ არის ნათქვამი, ისინი გამოიყვანა ღმერთმა. გამოყვანა და შეერთება არ ნიშნავს იმას, რომ შენ აღარ გიხსოვს ის ძველი წარსულის ისინი და აღარ გინდა ეგვიპტური ხორცი. და თუ შეუერთდი და ავტომატურად ქრისტეს ხარეს ახარ, აღარ უნდა იდრტვინო, აუ ის უკეთესი, ანუ ვიცი რა ძველი კაცი რო ვიყავ, მაგარი იყო უფრო. ესე იგი შენ უკვე ცოდვას რო იდენ, შენ უარყოფ მადლის სულს, ესე იგი არ მოგწონს შენ ქრისტეში ყოფნა. გერთულება. ასევე პავლე წერს, ხოლო თუ ქრისტე თქვენშია, ხორცი ცოდვისთვის მკვდარი, ამაზე წეგან ვისაუბრეთ. რას ნიშნავს ცოდვისათვის სიკვდილი? თუ ქრისტე თქვენშია, ხორცი ცოდვისთვის მკვდარია. მკვდარი კიდე გამოუსადეგარია, მკვდარს მარხავენ, აღარ ქეკავენ, იქ კარგი არაფერი აღარ არის. როგორ გესმის ეს შენ ცოდვისთვის მკვდომა? მკვდარი ხომ თავდახსნილია ცოდვისგან, შენ თუ ისევ ცოდავ, ესე იგი მადლის სულ შეუერწყო. იმიტომ ქრისტე არ მოსულა იმისათვის, რომ გათა კვლავ შეგეცოდა. არამედ მადლი მოგცა, რომ სხვები გაითავისუფლებოდნენ ცოდვისგან და არა თავად გეძახა საკუთარი თავისთვის ცოდვილი. ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ღმერთს არ ჭირდება ცოდვილი კაცი, ზირაკის 15-12-ში წერია, ღმერთს არ ჭირდება და არც ცოდვილებს არ უსმის. ცოდვილი კაცი ღმერთს არ შეჭირდება მიხსენ. არც ერთი მოციქული არ ამბობს, რომ ის კვლავ ცოდვილად დარჩა. არამედ პავლე იძახის, რომ ქრისტე დროულად მოკვდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ცოდვილები ვიყავით, ანუ უძლურნი ვიყავით. და თუ კვლავინდებურად უძლურებად დავრჩით, აღარ იტყოდა პავლე, რომ უძლურები ვიყავით. ესე იგი გვაქვს ჩვენ ძალაუფლება, რომ ცოდვაში აღარ ვიცხოვოთ. აღარ ვიყოთ ცოდვილები. როგორ გეწოდოს ღმერთისა შვილი თუ კი მუდმივად ყურისი ივლი. რა არის ხა წმინდანობა ვიზახია. წმინდანობა არ მიიღწევა. წმინდანობა დაუმხსოვრებელი საჩუქარი არის მადლის მეშვეობით. ის მოდის ავტომატურად, როდესაც ჩვენ უერთდები ცნობიერებით ჭეშმარიტებას, ლოგოსთან შერწყმაში, ერთიანდება ქრისტესთან და ერთი სული ხდები მასთან ერთად. ავტომატურად ჩვენ აღარ ფიქრობ ცოდვაზე, ანუ აღარ ახარ შემცოდე ქრისტეს რახვები როცა გაქვს. ანუ ფიქრობ ისე როგორც ქრისტე ფიქრობდა, ამა თუ იმ საკითხზე. ანუ შენ ამა თუ იმ საკითხს ქრისტეს აზრებით ხარშავ და აღარ იდენ ცოდვას, ანუ ფაქტიურად ქრისტე აღარ ფიქრობდა შემცოდესავით, ძველი კაცის წარმართული ცნობიერებებით, რომ ვიღაცა შეეწევა, მოდი ახლა შევცოდა და ვიღაცა შემეწევა იქიდან გაბრიელი ილოცებს ჩემზე. და ის მომიტევებს ცოდებს. არა, ეგეთი გაგება ქრისტეს არ აქვს. ქრისტეს არ ქონდა ისეთი ცნობიერება, რომ მოდი მე ხა შევცოდავ და ვიღაცა ჩემზე ილოცებს და მამა მომიტევებს. არსად ეგეთი რაღაც არ არის ქრისტეს პრაქტიკაში. და თუ ქრისტეს მაგალითს მივყვებით, ქრისტე ამას არ აკეთებდა, ქრისტე მღვდლებთან არ მიდიოდა აღსარებით ჩასაბარებლად. ანუ ქრისტეს მაგალითი ეს არ არის, რომ მღვდელთან აღსარებაზე წახვიდე. ესეთი რაღაცა იესოს პრაქტიკაში არ გამოუყენებია და არც მოციქულებისთვის არ მიუწია ეს, რომ წადიდან მღვდლებს აღსარებად ჩააბარეთ. და რომ მისცა ძალაუფლება შეგვიძლია და განხსნეს, ეს მარტო მათ არ მისცა, ის 70 მოციქულსაც მისცა და მე მოწაფეებზეც გადადის ავტომატურად, მის მოწაფე ხდება. შეგვიძლია განხსნის ნიჭი ნიშნავს იმას, რომ ვისაც მიუტევებთ, მიეტევებათ. და ვისაც არ მიუტევებთ, დაეხშობა ძეცისკარი. ანუ ანალოგიურად ეხლა კაცი მოდის ერთ და იგივეს გაბარებს აღსარებაში, იგივეს აკეთებს. არ მიეტევება იმას, ისინი იმას დახშული ძეცისკარები, ანუ შენგან კი არ არის ეს, რომ შენ შეკარ. ახლა ღმერთმა შემოგცა ამის. არა, ის ავტომატურად ჩამკეტავი ხდება საკუთარ თავში ქრისტეს მიღების. ანუ შენ ცდილობ აუხსნა, რომ ის დააყენო ჭეშმარიტების ძალზე, მაგრამ ის არა, ის კვლავინდებურად უბრუნდება, ანუ ღორი რომ გაბანო და კვლავინდებურად წუმფეში ჩავარდეს, აი ამ ადამიანს ამსგავსებს პეტრე მოციქული, ვინც მოინანიებს და კვლავინდებურად ისევ ცოდვაში ვარდება. წაიკითხეთ პეტრეს წერილები, რა იქ მე ვერსად ვერ ნახავ თქვენ, რომ კვლავინდებურად აღსარება უნდა ამბაროს ქრისტიანმა, აღსარებაში უნდა ამბაროს ცოდვები კვლავინდებურად. ხო ეს მე პირველი პეტრეს მეორე წერილია. კაი ის გამახსენდა ეხლა თუ ნახავ გეტყვით. რა არის რაღაცა მოიღებენ, დაწერენ და თავი გონიათ რაღაცეები რა. რას თვითონ არიან სხვა ცისა გონიათ. მე ესე არა ვარ. მე ვეუბნები კაცო თქვენ დალოცულებო, აი ეს ეხლა ვინ დაწერა პეტრეს წერილები, თუნდაც მე-4 თავის პირველი მუხლი ხო? ის ვინც ქრისტესთან ერთად ნებულია, წყვეთ ცოდვის ჩადენას. პირველი წერილის მე-4 თავის პირველი მუხლი. რას ნიშნავს? წყვეთ ცოდვის ჩადენას, ხო? აი, ვინაიდან ქრისტეს ჩვენთვის სხეულებრივად ეტანჯა, თქვენს განივჭვალეთ იმავე აზრით, რადგან ის, ვინც ხორციელად იტანჯება,
წყვეტ ცოდვის ჩადენას. ესე იგი ფაქტიურად მე თუ ქრისტეს ტანჯვამა განსწრილ და მასთან ერთად მე მთელი ცხოვრება ვატარებ ქრისტეს ტანჯვას ჩემს სხეულში, ხო? ქრისტეს წყვილებს ვატარებ ჩემს სხეულით, ხო? მე ანალოგიურად ვეღარ ვიქნები შემცოდე. იმიტომ რომ მე მახსოვს ქრისტემ რა გააკეთა ჩემთვის და მე იქიდან აღარ ვიხედები რა. მე ძველი კაცის საცოცები აღარ მაინტერესებს. ანუ ფაქტიურად მე წყვეტ უკვე ცოდვის ჩადენას. და რა ახსარება უნდა ჩავაბარო მე რა ცოდვა უნდა ვაღიარო, როდესაც მე უკვე შევწყვიტე ცხოვრება ცოდვაში. ხომ მიხვდით რაზეც არის საუბარი? ეს არის რელიგიური სქიზმა. სქიზმა ნიშნავს გადაცდომას. ჭეშმარიტი სწავლების. აი მეორე პეტრეს სერვილი არის თორსტი მიხავი ნახავთ, ხორზე რო ლაპარაკობს. მეორე თავი. ხო. ვინაიდან თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნებით წუთისოფლის სიბილწეებს ჩამოცილებულნი, კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება. უმჯობესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნო და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმინდა მცნებისაგან. იმ ჭეშმარიტი იგავის არ იყოს, მათაც ასე მოუვიდათ. ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორიკი ტალახს საგორაოდო. აი მეორე პეტრეს სერვილის მეორე თავის მე-22 მუხლები. ვიზი არის ამ ღორ ქრისტიანებს და როგორ უთხარი მამაოს, ერთ-ერთ მამაოს სამებაში, იცი რა მითხრა, ჩვენ ღვთისმშობლის ღორები ვართ. არა მგონია მამაო მეთქი რომ ღვთისმშობელი მეღორი ყოფილიყოს მეთქი, იმიტომ რომ გარკვეული წერია, ხო? უმჯობესია იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნო და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმინდა მცნებისაგან. თუ მომეცნო მცნება, ვარ მადლის მიმღები, ამავდროულად პოტენციურად ცოდავ, მაშინ მე ქრისტეს შემეცნებით წუთისოფლის სიბიწის ჩამოცილებული აღარა ვარ, კლავინდებურად უბრუნდები წუმპეს. უკანასკნელიო პირველზე უარესი იქნება. რა გინდა თქვენ თქვათ, რომ რის იმედი გაქვთ შემამდე არ მოდის რა. აი რაც საწყოთ მარტო იმას, ესე იგი თუ არ ვაღიარებთ რომ ვაღიარებთ ცოდვა არა გაქვთ, ვწდებით ხო და ის არ არისო. მე ვიზი ამბობს მაგას ამბობს ებრაელებს, იუდეველებს, ვინც ქრისტეს არიგებს. თორე ვინც ქრისტეს სინათლეში დადის, იმაზე არ არის საუბარი, რომ ისინი კლავინდებურად ახსარებაში ცოდებს უნდა აბარებენ. რა ცოდვა აქვს მას ვინც სინათლეში? არანაირი. ღვთისგან შობის აღარ შეუძლია შეცოდება. თუ აღარ შეუძლია, რა ცოდვა უნდა გითხრას? აღარ შეუძლია კაც. რა ცოდვა უნდა გითხრას? მაშინ ის ქრისტეს მადლის გარეშეა უკვე. ვერ ხვდებით რაზეა მთელი წერილები? ცოდული კაციო თავს არიდებს მხილებას და შენდობასაც თავის ნებისამებრ მოიპოვებს. აი ეს ადამიანები არიან მართლმადიდებლები. ზირაქის წიგნის 32-17-ში წერია. ჩაიდენენ ცოდვას, თავისებურად გაამართლებენ. რა მე რა ეხა ქრისტიანები, ქრისტეს გავსი ვინ არის? მოდი ჩვენ შევცოდავთ, მაინც მოვინანიებთ, აგი ფოსური ყოს წავაი მამაოსთან. კაი მამაოა ის აუცილებლად მოგიტევებ ცოდვებს. ხმდეს უდემა რა იცი მე ცოდვა მომიტევა თუ არა. ღმერთი ამბობს რომ არც ერთი ცოდვა ჩემს წინაშე დაუჯერი არ დარჩება. ყოველგვარ ცოდვას მოგკითხავ ცოდვას. ესენი არა, ატყუებენ ხალხს რა. ანუ გეშებენ რომ არა უშავო თუ შეცოდე, აბა ისე უცოდელი არავინ არ არის და ჩვენ ხო სუძდურები ვარ და ჩვენც ბევრი რამე გვეშლება და არა უშავო, შვილოში მოგიტევოს ღმერთმა, როგორც პეტრეს ცრემლებით იმ ეძავს მიუტევა ცოდე, რაღაც დებილობას რა. ანუ ხო ხვდებით რომ ამ ადამიანებს არავით არ კავშირი არ აქვს საერთოდ სამოციქულოს სწავლება, რომელ მემკვიდრეობაზე საუბარი მეგობრებო. ის კლავინდებურად მით ცოდავს, მით უწმინდურებაში არის. ის გავს ღორს, რომელიც თავის წუმპეს უბრუნდება და პირველი მასზე უკანასკნელი უარესი იქნება. გალატელების 5:24-ში ხო ამბობს პავლე მოციქული. ჩვენი ძველი კაცი მასთან ერთად ეცვა ჯვარს, ხოლო მათ ვინც ქრისტე იესოსნი არიან, ჯვარსაცმლის თავიანთი სხეული ვნებებთან და გულისწყლებთან ერთად. ჯვარს მანიშნავს რომ მკვდება ძველი კაცი. და ის რაც მკვდარია, აღარავინ აღარ სარგებლობს იმ მკვდრით. არავინ არ აცოცხლებს იმ მკვდარს და იმ მკვდრით აღარავინ აღარ ხელმძღვანელობს. მადლობა არის ძველი კაცის სიკვდილი და ის რაც მკვდება უნდა დაიმარხოს. თუ არ დამარხე აყროდება. მკვდარი უნდა დამარხო, მაგრამ როცა დამარხავ აღარ უნდა ამოთხარო. არაფერია იქ საინტერესო და მისაზრდით. ქრისტესთან ერთად მხოლოდ კი არ მოვკვდით, არამედ მასთან ერთად აღვდეგით ახალი კაცით. სარწმუნო სიტყვა თუ მასთან ერთად დავიხოცეთ, მასთან ერთად ვიცოცხლებთ კიდეც მეორე ტიმოთეს 2:11. და კიდევ მასთან ერთად დამარხული ნათლისღებაში, მასთანვე აღვდეგით ღვთის მოქმედებისამებრ რწმენით. რომელმაც აღადგინა იგი მკვდრით კოლოსელების 2:12, რადგან ვიცით რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარასოდეს ვიყოთ ცოდვას დამონებული. ხედავ, აღარასოდეს სიტყვა მეიკეტი ნიშნავს რომ აღარ არის პოტენციური ჩამდენი ცოდვის.
აღარ შეიძლება რომ შეცდეს. მაშინ პავლე გვატყუებს. რომაელთა წერილის მე-6 თავის მე-6 მუხლი ნახეთ მეგობრებო. მე თან ახლა კომპიუტერში ვწერ ამ მუხლებს რომ ადვილი იყოს მოძებნა. რომაელების მე-6 თავის მე-6 მუხლი. რადგან ვიცით რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვათ ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვას დამონებულნი. ხედავთ მეგობრებო რა წერია. ვინაიდან ცოდო ვეღარ იბატონებთ თქვენზე, რადგან თქვენ ჯულის ქვეშ კი არ ხართ, არამედ მადლის ქვეშ. მაგრამ რა ახლა ცოდოთ რა კი ჯულის ქვეშ კი არ ვართ, არამედ მადლის ქვეშ, არამ და არა. მთვარისით რომ ვისაც თავს გადასცემ თავებს, რათა იყოთ მისი მორჩი, მისი მონები ხართ. ესე იგი თუ მე ცოდვას ჩავიდე, მე აღარა ვარ სიმართლის მსახური, მე ვარ ისევ ცოდვის მონა. და ქრისტემ კი არ გამათავისუფლე, ესე იგი ქრისტემ ისევ ცოდვის მონა გამხადა. და ქრისტეს მივაწერთ რომ იმან ჩაგვაგდო ჩვენ ცოდვაში. არა და პირდაპირ წერთ მადლობა ღმერთს, რომ თქვენ ადრე ცოდვის მონები იყავით, შემდგომ კი გული დაემორჩეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც გადაეცით თქვენი თავი. გათავისუფლეთ რა ცოდვისაგან სიმართლის მონები გახდით, პავლე ამბობს. გახდით, ესე იგი აღარ ხართ ცოდვილები. სიმართლის მონა კვლავინდებოდ აღარ დაუბრუნდება ცოდვას. მაშინ უმეფებთ ცოდო თქვენს მოკვდავ სხეულებზე, სხეულში მის გულის ხმას და მორჩილებით. პიტა აი ყველა წერილი, რომელი წერილი გინდა, ყველა წერილი მაგაზიანი რა. კარგი მეგობრებო, მე ხა დაგემშვიდობებით. წაიკითხეთ ეს ყველაფერი რა. თუ შეუდგები ქრისტეს, მე დანაშაულის იგივე დანაშაულს როგორ ჩავიდნენ, რის გამოც დიდ განსაცდელში ჩავარდე. და მეზიზღება ის ცოდვა, გახსენებაც კი მზარავს. და მცხვენია ამ საქციელის გამო. იმას იგივეს როგორ გავიმეორებ. თუ გაიმეორა, ვინღა დაიჯერებს შენ სინანულს და პატიების თხოვნას. ასე აქაც პატიმას მათხოვარი არ უნდა იყო. ხორცი ცოდვისთვის მკვდარია. და თქვენი ნაყოფები სიწმინდე არის. ნაყოფი თუ სიწმინდეა, როგორღა შეიძლება მე მკვდარი ვიყო ხოლმე შევცობა. კაი, გააგრძელეთ თქვენი თონე ხა და იმტორია თქვა თავი ამაზე. აშკარად აცდენა არის სწავლებაში რა. ჯერ ქრისტე ვარ მიგიღია პირად ხსენად ვინც ადამიანშია ისევ ძველი ქმნილება და განაჩენი სიკვდილია, მაგრამ ვინც ქრისტეში ახალი ქმნილება, ახალი ხასიათი აქვს, აღარ აქვს ისეთი როგორც ადრე იყო. მაგრამ სადამე ის ვინც ქრისტეში ახალი ქმნილებაა, ძველმა გამლო და ახლა ყოველივე ახალია. მეორე კორინთელების 5:17. ეს განახლება ხდება ჩანაცვლებით, რადგან ხანდახან ძველი კაცი შეგვახსენებს ხოლმე თავს, მაგრამ პავლე მოციქული წერს, ამიტომ არავითარი ჯავლი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორცი, არამედ სული განცი. სიცოცხლის სული ჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის ჯულისაგან. მე რომაელების მერვე თავის პირველი მეორე მუხლი. განთავისუფლებული ნიშნავს იმას, რომ კრავინდებოდეთ ისევ ცოდვის ძალის ქვეშ არის, კრავინდებოდეთ ჯავლის ქვეშ არის, აღარა გაქვს ჯავლი, კარგად თავისუფლდა. რატო იდანაშაულებ ისევ თავს? ალბათ თქვენ ისეთ მეგობრებო. როგორც შვილები მშობლის გავსნი უნდა ვიყოთ, ამიტომ ამბობს იოანე პირველ წერილის მე-3 თავის მე-3 მუხლში. ყოველმა ვისაც ეს იმედი აქვს, მაშინ განიცმნოს თავით, როგორიც ის არის წმინდა. ეს არის ღმერთის სულის მისია შენში, რომ შენც გახდე ისეთივე წმინდა, როგორც ის არის წმინდა.